მოგესალმებით, ვიწყებ PL5-ის სესიის ჩაწერას და უკვე საინტერესო სიტუაციებში ვარ. აქ ფორბეთია მინიმალური. არ მოვეფერები, პირდაპირ ვესები რომ პრეფლოპზე წავიდეთ სტეკზე. მიუხედავად იმისა, რომ დაყარა ოპონენტმა ჩემთვის ძალიან სასიკეთო რაღაცა მოხდა, ზოგადად, პრეფლოპ ოლინებში ტუზები ისე კარგად არ დგას ომაჰაში, როგორც ჰოლდემში, შესაბამისად ფოლდეკვიტის რეალიზების წინააღმდეგი თითქმის არასოდეს არ ვარ. პირიქით, 100% შემთხვევებში თუ ესე ფორბეთ პოს გაგატანს ოპონენტი, შეიძლება ეხლა დაანგარიშება მეზარება ამ წუთას, მაგრამ შეიძლება ეგ უფრო მომგებიანი იყოს, ვიდრე დავუშვათ, რომ ოლინში წახვიდეთ და რიგ შემთხვევებში შეიძლება 60% ქონდეს ეკვიტი. იქ რეიქის გათვალისწინებით, ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება ფოლდეკვიტის რეალიზება ჯობია კიდეც რა. შესაბამისად, მეც ავდექი და დიდი საიზინგით დავურეიზე. აქ ოპონენტზე პოზიცია მექნება პოსტულ გათამაშებაში, მაგრამ ძალიან მაგარი ტრეში მიჭირავს და მიუხედავად მაგისა დავურე. საინტერესო ფლოპია. პირდაპირ დიდი საიზინგით გავაგრძელებ აგრესიას. პრინციპში ამ ფლოპზე სტეკზე თამაშით შეიძლება ესეთი ჰენდით. ტოპ 2 წყვილი პლუს ფლეშ დროა, პლუს რაღაც ბექტორ სასტრიტეები და ასე შემდეგ. ფლეში კარგია, მაგრამ ეს ფლეში არის ისე ძლიერი. შესაბამისად რივერზე შესაბამისად ერთი ქუჩა value თუ და მივიღოთ, თერზე გასვლას, რივერზე გასვლა ჯობდა რა, ჩემი აზრით. კი ბატონო. ნახევარი პოტი მგონია რომ სავსებით საკმარისი იყო. იმიტომ რომ მან შევა ფლეშისგან ცოტა უფრო დიდი საიზინგითაც მივიღო კოლი, მაგრამ მე ხომ მარტო ფლეშს არ ვაველიუბეთებდი, მან მილიონი წყვილი შეიძლება ყოფილიყო ოპონენტი, რომელიც ბლეფ კეჩერს ითამაშებდა. ფოლდი პირველი პოზიციის წინააღმდეგ ესეთ მარგინალურ ხელს არ დავქოლავ. მე უკვე ჩავიწერე NL2-ის და PL2-ის სესიები, რომლებიც დავდე. ეხლა ვიწერ PL5-ს და იქნება NL5-იც. და დაახლოებით GG პოკერის სწრაფი მაგიდების სურათი რომ წარმოვიდგინოთ, რა შემადგენლობებია, როგორანაირად. მე ხა რაღაც პატარა გამოცდილება უკვე დამიგროვდა აქ თამაშის და ვიტყვი რომ ისეთი შემადგენლობებია, რომ თამაში ნამდვილად შეიძლება. და ამის გარდა კიდე არსებობს ბევრი ექსპერიმენტი, რომ ჩაატარეს ადამიანებმა, კომპეტენტორმა მოთამაშეებმა ითამაშეს სპეციალურად მიკროლიმიტები და არსებით დისტანციაზე, მოკლედ ძალიან კარგი ვინრეიტებით დაამთავრეს თამაში. დამა ვალეთ 4-იანი, მგონია რომ უბრალოდ ფოლდია. ესეთის ქვიზის წინააღმდეგ. დღეს ჩვენი სესიის მიზანი იქნება, რომ დაახლოებით PL2-სა და PL5-ს შორის რაღაცა განსხვავება დავინახოთ. დიდი არაფერი განსხვავება არ იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც რაღაც შემჩნევა ღირს იმ განსხვავების, რაც არის. პირველ რიგში PL5-ზე თლიანი ფილდი ბევრად რო პატარაა ვიდრე PL2-ზე. ანუ PL2-ს ბევრად მეტი ხალხი თამაშობს. რაც იდეაში აისახება რეკრეაციული მოთამაშის რაოდენობაზე რა. უფრო მეტი რეკრეაციული მოთამაშეები არიან PL2-ზე. მაგრამ მეორე მხრივ პლუსიც არის რაღაც გაგებით, იმიტომ რომ ბევრად ნაკლები მულტიპოტები იქნება აქ დარწმუნებული ვარ. ზედმეტი არაფერი არ ვარ გა.
სამისად ზედმეტი მულტიპოტების თამაში შევა დისტანციაზე ცოტა მოგებიანიც იყოს. აქ პირდაპირ დიდი საიზინგით. პოლარიზება მოვახდინოთ ჩვენი ჰენდის, რივერზეც დიდი საიზინგით გავალ და იმეც ვიტოვებ, რომ ოპონენტი რა მოიფიქრებს, რითი უნდა დაქოლოს. ოპონენტი არის სავარაუდოდ რეკრეაციული მოთამაშე და ფული პოკერში იშოვება, როცა ვაველი უბედებთ რეკრეაციულ მოთამაშეებს. დიდი საიზინგი. მოდი პოტბეტს არ გავალ, რო არ შევაშინო და გავალ ესეთ ის თითქმის პოტბეტს რა. 90% თითქმის. მივიღე კოლი. დაბალი ფლეშისგან. კი ბატონო. ანუ შეიძლება ეს ბევრი მულტიპოტები და ბევრი რეკრეაციული მოთამაშეები დისტანციაზე, ანუ ფინანსური გაგებით იყოს მომგებიანი. მაგრამ უბრალოდ ის გამოცდილება რა გამოცდილებასაც მაგ სიტუაციებში ვაგროვებთ. მაღალ ლიმიტებზე არ მიყვება და ეგ არის ძალიან დიდი მინუსი. ანუ სტრატეგიის დამუშავება, სკილის განვითარება, ეგეთ შემადგენლობებში სამწუხაროდ თითქმის არ ხდება. იმიტომ რომ მულტიპოტებში ჩვენ თამაშობთ სრულიად სწორხაზოვან პოკერს, სადაც არაფერი, ასე ვთქვათ, შემოქმედებითი თამაში არ გმართებს. შესაბამისად, ცოტა ესეთი ადეკვატურად კარგი შემადგენლობები ჯობია, ვინაიდან აქ დაგროვილი გამოცდილება მაღალ ლიმიტებზეც წაკვება. თუმცა ბანკროლის ასაშენებლად მე ანუ შემაძლევ რჩები, რომ დავუშვათ აჭარაზე თამაში, ან ქართულ რომებში ზოგადად თამაში, ბანკროლის ასაშენებლად ან დავუშვათ რეკრეაციული არა, დავუშვათ ესეთი რაღაცა დამატებით შემოსავლის წყაროდ თუ განიხილავს ადამიანი პოკერს და სამსახურის მერე თამაშობს ან რაღაც ეგეთი და ნახევრად გასართობად, ნახევრად ფულის მოსაგებად თამაშობს. ეგეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველაზე ადვილი შემადგენლობები იქნება რელევანტური. Small blind-ზე მივიღეთ აი ესეთი სიტუაცია, სადაც ერთის მხრივ fold-ისთვის ძალიან ძლიერი ხელი მაქვს. აი ეს cold call-ის small blind-ზე ტრიბეთის რამდენად საერთოდ ადეკვატური იქნება წარმოდგენა არ მაქვს. თუმცა შეიძლებოდა იქ რეკრეაციული მოთამაშეც იყო გათამაშებაში. აი 4bet-ისთვის კიდე ნაინავენ ძლიერი ხელი არ იყო რა. აი ace-ი ითით რომ ყოფილიყო შეიძლებოდა რომ cold call-ზე დავფიქრებულიყავი. პირდაპირ flop-ზე დავიჭირე street-ი და დავიწყებ შეტევას. იმეც ვიტოვებ რომ ოპონენტი რამეს მოიფიქრებს. მაგალითად ორი წყვილი თან რამეს გავსი ჰენდით. ორი ოპონენტის წინააღმდეგ ტრიპსით, რავი. ესეთ ფლოპზე საერთოდ უფრო range check-ისკენ ჯობდა წამეყვანა. უფრო ადეკვატური იქნებოდა. აქ მესამე ბარელი გავაკეთოთ და მგონია რომ ოპონენტი ხშირად გადაიხდის ძალიან. არა, მესამე ბარელი ყველგან შეგამეკეთებინა, მაგრამ აი დიდი საიზინგის გულისხმობდი რა, დიდი საიზინგით. ესეთი ჰენდები შეგვიძლია გავლიმპოთ. ეს არის დემონსტრაცია თუ როგორ არ უნდა ითამაშო დარიგება. კი, შეიძლება გალიმპო, განა არ შეიძლება, მაგრამ მაინც აი ხო იცი დავისაჯე ლიმპისთვის. არა უშავს, რას ვიდამთ. ხანდახან ესეთი რაღაცებიც ხდება. აქ მივიღე ტრიბეთის კოლი და ესეთ ფლოპზე უბრალოდ დავჩეკავ. და ვეცდები რომ აღარ გავაკეთო არაფრის ინვესტირება, რაღაცა ესეთ არაფრის მომცემ ფლოპში. ორი წყვილი მაქვს, მაგრამ არ ამგონია რომ აქ ჩემი ორი წყვილი როდესმე კარგი იყოს და fold equity-საც ვერანაირად ვერ ხედავ.
დავიცავ, ეს საკმაოდ კარგი. დავიჭირე ძალიან ძლიერი ხელი, თუმცა თერნზე ეს ყველაფერი შეიცვალა სამწუხაროდ. რავი, რა შეიძლება ითქვას. ჩეკ-ჩეკით თუ წავიღე, მადლობელი ვიქნები. საერთოდ როდესაც გაწყვილებული ბორდია, სტრიტის მოლოდინე ხელი და ფლეშის მოლოდინე ხელი, უკვე მან არანაირ ღირებულებას აღარ წარმოადგენს. როგორც არანაირ ღირებულებას ეხა რაღაცა მინიმალურ ღირებულებასაც თქონდა მაინც წარმოადგენს იქ რაღაც როგორც ეხა მოხდა. იქ ჩეკ-ჩეკით და ან რაღაცა მინიმალური ფსონის დაკოლვით ან რაღაც ეგეთ. ეს არის სიტუაცია, სადაც მე მგონია, რომ უბრალოდ უნდა დავაოლინო რა. ტოპ სეტებს ბლოკავ. პატარა სეტები იშვიათად იქნება ესეც ქვის სპოტში. და ფლეშ დროებს და რაღაც ეგეთ უაზრო ჰენდებს კიდე მეთამაშოთ რა სტექზე რა პრობლემაა. აჰა. ესე იგი. 4-იან 3-იანიო. მოდი შევთავაზოთ რანი თვაისი. აქ შემიძლია თენზე რამე ველი უგეთი გამიგეთებინა. ოპონენტი დამთანხმდა. და ორივეჯერ წავაგე? სამწუხაროდ. რა გაეწყობა? სხვა გზა ნამდვილად არ იყო. ესე იგი, ტრიბეთი და 2 ქოლი. არ მოწოს ეს ხელი. ტრიბეთის ქოლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ისევ 20-ები შეიძლება საინტერესოდ მოგეჩვენოს ხოლმე. უპოზიციოთ მულტიპოტის თამაში, მით უმეტეს ეგეთი გაბერილი პოტის თამაში არ ამგონია, რომ რამენაირად მომგებიანი იყოს. ტუზ კარო ლათიან რუიანი ტრიპლ სუიტით, რავი. რეიზია სავარაუდოდ. ეს საერთოდ სუიტი და ისი ფასობს ომაჰაში. ამ ბლაინდს არ დავიცავ. სუიტი და ისები ნამდვილად ფასობს. იმიტომ რომ ჩვენ უკვე ნახეთ მიმდინარე სესიაზეც, რომ ანუ ნაც ფლეშით ან უბრალოდ მაღალი ფლეშით, უფრო დაბალი ფლეშის დაველი უბეთება, ძალიან ისეთი ხელსაყრელი და ხშირად ასე ვთქვათ ხშირად გვეძლევა ეგეთი შესაძლებლობა და უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად. დაბლ სუიტით ჰენდი კია ეს, მაგრამ რაც ეთი მახინჯი დაბლ სუიტით ჰენდია, რომ მოდი გადავაგდე. ისევ აი სუიტი და ისი MP-ზე. რავი, მოდი დავარეიზოთ. ვერტო რომ მაინდა-მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჰენდი ამ პოზიცია რეიზია, მაგრამ თუ შეცდომაა ძალიან ისეთი კატასტროფული შეცდომა ნამდვილად არ არის. ზოგადად ესეთი მოსაზღვრე გადაწყვეტილებები ჯობია უფრო პასიურად გადაწყვიტოთ ხოლმე. ტრიბეთი, ამ ჰენდით ტრიბეთის დაკოლვას არ ამგონია რამე აზრი კონდეს. ეს ჩათვალე სეტოლიუზე დაკოლვა არის და სეტი კიდე ისეთი ძვირფასი ჰენდი არ არის ომაჰაში როგორც ჰოლდემში. ნამდვილად არ იქნება გამართლებული. ორ ოპონენტზე, თუნდაც ორ ოპონენტზე მგონია რომ აქ მე შემიძლია რომ გავაკეთო ესეთი პატარა სიბეთი და მქონდეს იმის იმედი, რომ მივიღებ საკმარის რაოდენობა ფოლდებს დისტანციაზე. აი ესეთი ჰენდით უკვე ტრიბეთის დაკოლვა მე მგონი ადეკვატურია, თუნდაც ორი ოპონენტის წინააღმდეგ, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი კარგი გადაბმული ჰენდია, რომლითაც შეიძლება ისეთ ფლოპების ისეთ კატეგორიას მოვედო, რომელსაც ოპონენტები ვერ მოედებიან და მქონდეს უპირატესობა. ნუ ტრიპსი კარგია, საერთოდ. ამ სიტუაციაში ორი ჩეკი, ორჯერ დაჩეკეს, მაგრამ აი მაინც მგონია, რომ არის შანსი ოპონენტებთან იყოს რაღაცა პატარა ფლეშები, რომლებსაც უბრალოდ პასიურად მიათრევენ და შესაბამისად უბრალოდ დავჩეკავ ჩემს
ტრიფს და მართალიც აღმოჩნდი. პატარა ფლეში საერთოდ კი არა და პატარა ფლეში ნამდვილად არ იყო ეს. საკმაოდ დიდი ფლეში იყო, მეორე ნაცი იყო ფლეში რა, მეორე ნაც ფლეში იყო. 10-9-იანი. ამ სიტუაციაში მე დამამაძლევს ნაც, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ძალიან შეიძლება უკვე უძვალეს ვეთამაშებოდე, რაც პრინციპში გაყოფაზე მაძლევს აუტებს და რაც საერთოდ არ არის საინტერესო ჩემთვის და ფლეშებსაც შეეხება, ეგეც შეიძლება თავისუფლად დომინაციის ქვეშ იყოს. აქ იგივე ლოგიკით მაქსიმალურ ოფსონს ვაკეთებ, რომ ანუ ფოლდეკვიტის რეალიზება ესეთ სიტუაციაში ჩემთვის ხელსაყრელია. ანუ ეხ ყველამ რომ დაყაროს სიტყვაზე ამ სიტუაციაში, ხა უკვე არ დაყარა, მაგრამ ყველას დაეყარა და მე ანუ ეგ პლარიფული წამეღო, ეგ იქნებოდა ყველაზე მომგებიანი ვარიანტი ჩემთვის. ეხა ეს არ მოხდა და შესაბამისად მაინც საკმაოდ მომგებიანი რამე მოხდა. ჩემთვის რაც მაძლევს საკმაოდ კარგ შესაძლებლობებს, მაგრამ ნუ არა ამჯერად. მაინც ნახოთ ეხა ჩვენ რამდენი მქონდა equity flop-ზე. საინტერესოა. მე ვფიქრობ, რომ 50% მინიმუმ შეიძლება უფრო მეტიც მქონდა იმის გათვალისწინებით, რომ ორ ოპონენტს ვეთამაშებოდი. ეს მოვიგე რაღაცა ბილეთი, მე მგონი. იგულისხმება. თუ იმან მოიგო. არა, იმან მოიგო. დიდ პოტს რო იგებ, რაღაც ბილეთს იგებ და რაღაც ტურნირის ბილეთს. ესეთი კარგი ტურნირის ბილეთს რა. ყოველდღიური ავტოოლინი ტურნირია. ეხლა მაინტერესებს მე აი ფლოპზე ჩემი ტუზები როგორ იდგა. აქ საინტერესო არაფერი არ არის. მოდი ესე დავაპაუზოთ ერთ წამით. და ნახოთ. ფლოპი არ მაჩვენებს? პრეფლოპი. ფლოპი კი არა, პრეფლოპი მაინტერესებს. $49.5%. ნუ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ოპონენტს ვეთამაშებოდი, ანუ მე ძალიან კარგად ვიდექი ოპონენტებთან. ანუ აი ეს ამის ჩვენება მინდოდა რა. თუმცა აი ხა აქ ჩემი 50%-იანი ჰენდით, ეხა მე გამიჭირდება ესე უცებ რო დავიანგარიშო, რამხელა იყო მატმოლოდინი ჩემი რა, ანუ value 100 დარიგებაზე დავუშვათ რა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ფოლდები რომ მიმეღო ამათგან ორივეგან და ეს ორი ტრიბეთი აქვს. ტარიფული რაღაც დაახლოებით ეს 1.25 ბლაინდი რა თავის open raise-იანად და ტრიბეთი და cold call-ი რო ავიღო სამივე. 25-ის ჩემთა ბლაინდი იყო 26.5 თუ რაღაც ეგეთი. ეგ რო უბრალოდ წამეღო 100% შემთხვევებში. ეგეთი კარგი ბოლოდინი ამ უდარისგან არ მექნებოდა. შესაბამისად დიდი საიზინგით ფორბეთი იყო ჩემი მხრიდან მიზანშეწონილი. თუმცა რაც მოხდა, ეგეც რა თქმა უნდა მომგებიანი იყო. MP Sweet Days. რავი, ამ Sweet Days-ს მოდი დავარეიზებ. ორი კოლი. მოდი არ გავაგრძელებ ორი კოლის წინააღმდეგ აგრესიას აქ. დამა ორიანი კი ზოგადად ანუ გაწყლებული ბორდები რაღაცა, მაგრამ ორი ოპონენტია, ერთი ძალიან ლუზური, მეორე ჩემთან პოზიციაშია, ძალიან არახელსაყრელი სიტუაცია. სხვადასხვა რაღაც დისპერსიული დარიგებები ვითამაშეთ, ხო როგორც მივხვდი. აქ რაღაცა დარიგება წავაგე. აქ წავაგე ტუზები პრეფლოპოლინი და აქ რაღაცა აქაც წავაგე რაღაც დიდი უდარი, ხა აღარ მახსოვს რა. მანდას ტუზები? თუ არა. ხო, მანდაც ტუზები. ოღონდისა. 4bet პოტიკერ და რაღაც დიდი პოტი რო იყო რა და ფლოპზე რო დავავალინე უკან ვიყავი. მაგრამ სხვა გზა არ მქონდა რა. სხვა გზა არ მქონდა, ტოპსეტს ბლოკავდი და იმას 4-იან 3-იანით მქონდა ორი წვილი. რაც ნუ ძალიან იშვიათად უნდა მქონდა მაგ სიტუაციაში. თუმცა მაინც NL5 თავისაც შვება. რაც ნუ იდეაში რა თქმა უნდა მომგებიანია. ოპონენტები თამაშობენ ანუ რეინჯების მიღმა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში გვაძლევს საიმ ველიუს, რის გამოც იდეაში ვთამაშობთ.
ჩვენ დავშეთ რეინჯებში და ყველაფერი თავისი დაალაგდება დისტანციაზე რა. ეგეთი თემა. აქ გაჩოტი მაქვს, ტოპ წვილი მაქვს. კი არ არის ასიამოვნო პოტმეთი, მაგრამ მეგონი ჯერჯერობით აქ უბრალოდ დავქოლავ. რა პოინტი თუ გააგრძელებს დიდი საიზინგით შეტევას დავყრი. ჩეკ-ჩეკი თუ გამატანდა თუ არა და აქ არ მგონია რომ რამე სხვა შესაძლებლობა იყოს. მე დავარეიზოთ ეს sweet taste-ი ტრადიციულად. მაინც გადასარევი ჰენდი არ არის. დავჩეკოთ. აქ შეიძლება აგრესიით გაგრძელებ, მაგრამ ისე ორი ოპონენტი უპოზიციო თუ არ ჯობია დავჩეკოთ. ზოგადად უპოზიციოდ უფრო ბევრად იშვიათად ვაგრძელებთ აგრესიას ვიდრე პოზიციაში. და ესეთი საიზინგის წინააღმდეგ ესეთ უბრალოდ წყვილს არ გავაგრძელებ ყოველგვარი კიკერის გარეშე. ეს კი არის დაბლ სვიტით რაღაცა გადამული ხელი, მაგრამ ძალიან დაბალია. მაინც მე დავარეიზებ, მაგრამ ზოგადად ეს როგორც მახსოვს ფოლდია. ცოტა ექშენი უბრალოდ დავქოლავდი ამ კაროლებს მე. დაბლ სვიტით ჰენდი, ნორმალური. მინიმალურ რეიზს დავატრიბეთებ, თუმცა cold call-ით შესვლად შეიძლებოდა ესეთი ჰენდით, სტანდარტული რეიზი რომ ყოფილიყო, მაგრამ მინიმალურ რეიზი რახან იყო დავატრიბეთე. ესეთი ექშენის მერე რა თქმა უნდა ეს ხელი დაიყრება უბრალოდ. ცოტა უფრო კარგი ხელი ყოფილიყო, უფრო მჭიდროდ დაკავშირებული ერთმანეთთან დავქოლავდი რა თქმა უნდა. მაგრამ მაინც ცოტა ისე აქ-იქ ჰენდი იყო რა. თუმცა ესეთი სიმპათიური. შეიძლება ამის და რეიზება. ამის აუცილებლად. უპოზიციოდ ესეთ ფლოპზე უბრალოდ დავნებდები. არაფრის მომცემი ფლოპია ჩემთვის და თან ისეთი დაბალი ფლოპი, რომელიც ოპონენტის კოლის რეინჯს უფრო ედება ვიდრე ჩემსაც რამენაირად. აქაც იგივე სცენარია აბსოლუტურად, იმიტომ რომ ყველანაირი გაგებით ავწვდი ფლოპს და თან პოზიციაც არ მაქვს და თუმცა ესეთი პატარა საიზინგებით ესეთი რაღაცა მაინც ვეცავთ რომ შოუდაუნზე გავიტანოთ ჩვენი კაროლები. უკვე აღარ მოგვეცა მის საშუალება. მალე დავასრულებ სესიას. ეს ნახევარსაათიან სესიებს ვიჭერ ხოლმე ამ მიკროლიმიტების სტრაპ მაგიდებს. ვერ წაგვივიდა მაინდა-მაინც თამაში ამ სესიაზე. თუმცა ისეთი არაფერი. აი small blind-ზე უბრალოდ გადავყაროთ. აქ ქართველი ოპონენტებიც არიან ხოლმე ხანდახან. სხვათა შორის. მოდი ეს არა, პოდბეთი აქ ნამედანი იქნებოდა. დავარეიზოთ ვისამ ჩვეულებრივი დარიგებაა რა. ესეთი ბუმპოტები როგორც ჩვეულებრივი დარიგებები ისე ვითამაშოთ, იმიტომ რომ უბრალოდ
აი ნახეთ აი რა ხდება ეხლა უბრალოდ ნახოთ რა ჰენდებით თამაშობენ ესენი და ძალიან ხშირად ოპონენტები უბრალოდ აი ამ 10 ბლაინდსო დაინახავენ, მე გადააყოლებენ ხოლმე მთელ სტეკს. ეხლა დარწმუნებული ვარ რაღაც უაზრობები უჭიროთ. აი დამა რატო უნდა ათამაშოს სტეკზე პრეფლოპ ოლინი. წარმოიდგინა არა მაქვს. თუმცა თუ ოპონენტი რაღაც ძალიან მანიაკია და უშუალოდ ბუმპოჩი შეიძლება წაიყვანოს სტეკზე რა, ეგეც არ იქნება შეცდომა ალბათ, მაგრამ ნუ ამ სიტუაციაში მსგავსი გამართლება რა თქმა უნდა ამას არ ქონდა. 0% UPP აქვს ამას და რატო უნდა ეთამაშო დამებით პრეფლოპ ოლინი. ნუ გასაგებია დაიჭირა იმან დავა, მაგრამ ეგ არაფერს ნიშნავს, თავარია რომ ტუზების წინააღმდეგ წავიდა და საკმაოდ ცუდად იდგა. სომბაინზე საინტერესო კაცი ზის ვიღაცა. დავქოლო. ესეთ ფლოპზე რა მოდი რეიზი და მე ვნახოთ რა იქნება. small blind-დან. რავი, დავატრიბეთოთ, მოდი აი დაქოლოთ აზრი არა აქვს, სიმპათიური ხელია, რავი. ესეთი არასტანდარტული open raise-ი შეგვიძლია დავატრიბოთ, მაგრამ მაინც მგონია რომ ეს ოპონენტი არასტანდარტული open raise-ი შეიძლება ამისთვის სტანდარტული იყოს და ესე არ ეიძებდეს. კაი, რახან კოლი, მაშინ ვეცდები რომ მოვიპარო, თან ესეთ ფლოპზე, სადაც საერთოდ არანაირი მოლოდინი არ მაქვს, ერთადერთი ჩემი გამიკეთებინა ეგ იყო უპოზიციოთ, ან უბრალოდ მეთამაშა ჩეკფოლდი. გასაგებია ყველაფერი. კარლ ვალეტ 10-5-იანი. აი ეს მოგლეჯილი 5-იანი არ მომწონს, შესაბამისად დავყრით. ერთი მესამედი. მეორე ნაცი გვაქვს. რაც საკმაოდ რთულ სიტუაციაში ჩაგვეყენა ოპონენტმა, რომელიც არის საერთოდ არ არის აგრესიული. მართალია 27 დარიგება აქვს თამაშში, მაგრამ არც ერთი ტრიბეთი არ გაუკეთებია და ზოგადად პასიური მოთამაშეა. საერთოდ რა აზრი აქვს ხა აქ დაქოლავს, მაგას ვფიქრობ, ხა დავქოლავ, თერზე რაფსოინც არ უნდა გააკეთოს, უნდა დავყარო. ერთადერთი იმედი ის იქნება, რომ თერზე ესეც დაჩეკავს. რაც იშვიათად მოხდება, იმიტომ რომ ანუ ეგეთ ფსონს ორი კატეგორიის ჰენდი უნდა აკეთებდეს. ბლეფი, რამაც აუცილებლად თერზე უნდა გააგრძელოს აგრესია და ნუ ნაცი, რაც აუცილებლად ისევე თერზე უნდა გააგრძელოს აგრესია. ანუ პოლარიზებული რეინჯი აქვს რა. რაღაცა ესეთი საშუალო value ჰენდი მაგას არ გააკეთებდა, რაც მაგან გააკეთა, ასე რომ პოც ტყილა არ გაბერავდა რაღაც დაბალი ფლეში შესაბამისად. დიდი აზრი ჩემი აზრით არ ქონდა ჩემს Rainbow კაროლებს აქ უბრალოდ გადავყრი. ASI UTG-დან ნორმალური ჰენდია. ესეთი ექშენის მერი აქ თამაშ აზრი არა აქვს. ხან ესე აი დაინახავ რომ ტუზია რაღაცა, ტოპ წვილი, vector flash draw რაღაც მოგეწონება ხელი, მაგრამ ომაჰა რა. ყოველთვის უჭირავს ვიღაცა სეტი, ვიღაცა შენზე უკეთესი ტოპ წვილი. უფრო ესეთი სანაცე პოტენციალზე ორიენტირებული თამაშია რა. იმას 4-20 უჩვენეს, მე არ დავყარე ერთი ტუზი. ეკაიფებიან. კაი, ნელ-ნელა ეხა ჩვენ დავხუროთ სესია. ნელ-ნელა რა ჩქარა. აქ ესე მოვნიშნავ
big blind-ებზე დაახურე მაგიდებით ხო და თვითონ დაახურავს. თამაში ძალიან კომფორტულია აქ. შეიძლება იმდენად მომგებიანი არ არის როგორც რეგულარულ მაგიდებზე, მაგრამ კომფორტი მაინც აი სულთა სკილის განვითარებისთვის მოკლედ ძალიან კაი ადგილია რა. შეიძლება ფულის მოგებისთვის უკეთესი ადგილებიც არსებობს, მაგრამ აი სკილის განვითარებისთვის ძალიან კარგი ადგილია. ტრიანრიანი უბრალოდ სეტის ბლოკერია. backdoor flash draw მაქვს, რაც ნორმალურია. backdoor flash draw წამივიდა, მაგრამ უბრალოდ აქ ძალიან ხშირად უნდა იყოს კაროლი ოპონენტთან შესაბამისად. უბრალოდ ვეცადოთ რომ ანუ გავათრიოთ showdown-ზე რა. ნუ ამჯერად არ აღმოჩნდა კაროლი, ძალიან გასაკვირად ცუდი ხელი ეჭირა ოპონენტს. სასიამოვნოა. და დავამთავრეთ პრინციპში რა. ეგ იყო. კარგი, დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ.